მოდით ნახოთ მოულოდნელი სასიხარულო ინფორმაცია, რაც მოიჩქარის ჩვენთან სამყაროსგან. გამარჯვება. მოდის ესეთი ინფორმაცია. ძალიან კარგი ამბავი სვათაშორის, ძალიან სასიხარულო ამბავი მოიჩქარის თქვენთან. იმ საქმეში, რომელიც თქვენ ახლა გაქვთ დაწყებული, შეიძლება ამ საქმეში ფულიც გაქვთ ჩადებული, რაღაცა გარკვეული რესურსი თქვენი გაქვთ ამაში ჩადებული და ელოდებით რომ მოიაღწევთ, თავის შედეგს მოგცემთ ან ნაყოფს მიიღებთ ამისგან. ეს შესაძლებელია იყოს არა უბრალოდ რაღაცა პროექტი ფინანსებთან დაკავშირებული, არამედ იყოს ისეთი მომენტი, რომელიც მოითხოვს გამოვლენას, ანუ ყველაზე საუკეთესო გზით გამოვლინდება, გახდება პოპულარული რაღაცა თემა, რაზეც თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ, აი რა მოდის, რომ თქვენ გახდებით ცნობილი, პოპულარული, გახვალთ საზოგადოებაში. აქ ნახეთ რა კარგი ინფორმაცია მოიჩქარის და მოდის. თქვენ გახდებით ძალიან პოპულარული, მოთხოვნადი, საზოგადოება მიგიღებთ. ნახეთ როგორი აღიარება ხდება თქვენი ნიჭის, ტალანტის. ეს ძალიან სწრაფად მოხდება, ასევე ეს მოგიტანთ გარკვეულ შემოსავალსაც. ნახეთ, მიიღებთ სულიერ კმაყოფილებასაც ამ საქმიდან. ანუ ეს არის საქმე, რომელიც არა მხოლოდ თქვენთვის კეთდება, ხო? ანუ მხოლოდ ის არის, რომ თქვენ გახდით პოპულარული, თქვენ ამ თქვენი საქმიანობით სხვებისთვისაც მოგაქვთ ძალიან კარგი შედეგი, ანუ სხვა ადამიანებსაც ეხმარებით, სხვებისთვისაც კეთდება ეს საქმე, მარტო თქვენთვის არ არის. და შესაბამისად, რამდენადაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, თქვათ, ამ თქვენი საქმიანობით, რამდენად უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებით, მით უფრო მეტად პოპულარული ხდებით, მით უფრო მეტად ცნობადი ხდებით და შესაბამისად აქედან მოგდით რაღაცა კარგი შემოსავალიც. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის თქვენთვის ალბათ ეს არ არის იმდენად მთავარი, ანუ შემოსავალს და ფულს იმდენად არ აქცევთ ახლა ამ წუთას ყურადღებას, რამდენადაც გინდათ, რომ ეს თქვენი იდეები განხორციელდეს და გავიდეს საზოგადოებაში და ვიღაცას მოუტანოს შვება, იქნება ეს თუ დახმარება, ვიღაცისთვის იყოს საჭირო. და ნამდვილად ასე იქნებით, ბევრი ადამიანი მოვა თქვენთან აზრის შესაკითხად, ანუ რაღაცას გეკითხებიან, რაღაცა რჩევა ჭირდებათ თქვენგან და თქვენ ამაში ეხმარებით. მე არ ვიცი ზუსტად რომელ სფეროში ხდება ეს. შეიძლება თქვენ ბრძანდებით წამყვანი, შეიძლება მუსიკოსი ხართ და თქვენი მუსიკით და შესრულებით აღაფრთოვანებთ ადამიანებს და მოგაქვთ მათთვის შვება და სიამოვნება. შესაძლებელია თქვენ ბრძანდებით ფსიქოლოგი და თქვენი საუბრებით ეხმარებით ადამიანს და ასე შეიძლება პედაგოგი ხართ და თქვენი, თქვათ, ნიჭის გამოვლინება მოხდება და ბევრი ბავშვი მოვა, ბევრი ადამიანი მოვა, პედაგოგი შეიძლება არა მხოლოდ ასწავლით, ეს ბავშვებს შეიძლება ზრდასრულებთანაც მიდიოდეს ხო მუშაობა. მოკლედ, აი ამ თქვენი პიროვნული ნიჭის გამოვლინება ხდება ძალიან დიდი, აღიარება უბრალოდ გამოვლენილია ეს ნიჭი და ხდება მისი აღიარება. ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება თქვენით, მოდიან თქვენთან და აი ესეთი თქვენს ძალიან დიდი სიამოვნებით გასცემთ ამ თქვენს ცოდნას. და მოაქვს კიდევაც ამას თქვენთვის ეს ხდება თქვენი შემოსავლის წყარო. აი შევხედოთ, ასრულებული იკიგაის ფორმულა ამოვიდა აქ. ესეთი კარგი ინფორმაცია მოვიდა დღეს ჩვენთან სამყაროსგან.